ბატონო ვასილ, გამარჯობათ. გენერალური პროკურატურიდან გიკავშირდებით თეონავარ ჭალიძე. ჩვენთან ერთად იმყოფებიან ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც დილიდან გენერალურ პროკურატურაში მართავენ შეხვედრებს და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს კონკრეტულ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება პატიმარ ევა შაშიაშვილს და მის შვილს, მის თავისუფლებას უფრო ზუსტად. მთელი დღის განმავლობაში არაერთმა ონლაინ მედია საშუალებამ და სატელევიზიო მედიამ გაავრცელა ამ ყველაფერზე ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაცია ანონსის სახით მოწოდებული ჰქონდა ანონსის სახით ყველა მედია საშუალებას. სამწუხაროდ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გამოჩნდა და არ დაინტერესდა ამ საკითხით. სწორედ ამიტომ ჩვენ ოფიციალურად მოგმართეთ უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ აღნიშნული საკითხი იქნეს გაშუქებული. ჩვენ 6 საათამდე, 7:30-მდე ვიქნებით გენერალურ პროკურატურაში, იმიტომ რომ გრძელდება ჩვენი აქტივობა და გთხოვთ რომ გამოუშვათ ჯგუფი და გააშუქოს დღევანდელი აქტივობა. ვის უნდა მიუმართოთ? თინათინ ბერძენიშვილი სამწუხაროდ ტელეფონს არ იღებს და აქედან გამომდინარე თქვენ დაგიკავშირდით და იმედი გვაქვს რომ თქვენ მოახდენთ რეაგირებას და თქვენს ნომერს ალბათ უპასუხებს თინათინ ბერძენიშვილი. არ უპასუხებს თქვენ ზარს? პასუხებს არ უპასუხებს, მაგრამ ეს არის ნიუსის არ არის ჩემი კომპეტენცია და არ მეხება. ხო, ვინაიდან ყველაფერი საჯარო არის, დასაწყისში დამავიწყდა მე თქვა, მაგრამ თქვენი საუბარი იწერებოდა და ძალიან გთხოვთ რომ თინათინ ბერძენიშვილს გადასცეთ ამ ყველაფრის შესახებ და დაგვიკავშირდეთ. ჩვენ მოგვარებული გვაქვს ეს საკითხი და ვაცნობთ დილიდან, მაგრამ პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოთ თქვენ და რადგან უყურადღებოდ დაგვტოვეთ, ამიტომაც მოვითხოვთ, იმიტომ რომ ჩვენი არაერთი აქტივობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურადღების გარეშე რჩება ხოლმე. ესე იგი ამ ტემპში გაპარაგებ დაგმოვისვა და ჯერჯერობით არაფერი უყურადღება არ გავგზავნე, დავირეკე და ავიღე ტელეფონი და პასუხობ, რომ როგორც შევაფიქრე. დიახ, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიპასუხეთ. ეს საომალოდ რომ გაითვალისწინოთ, ისე რომ ჩემ პრობლემა არ არის და მე ვიცოდი რომ თქვენ ამას ისედაც ჩაიწერდით, რამდენად საუბრობ, მაგრამ ადამიანი ჯერჯერობით არ ფიქრობთ, რომ ეს კანონის დარღვევა არის საერთოდ, რომ ისე მაინც. კი ბატონო, გასაგებია, ეს ვიცოდით, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო და დასაწყისში დამავიწყდა მე თქვა რომ თქვენი საუბარი იწერება. და ეგ უკაცრავა და ეს პირდაპირ გითხრა და იწერება და როგორ და არაფრის მომცემი შანტაჟი არ არის ეს და რომ თქვენ მოუვარეთ ეს მოკლედ ველოდებით რეაგირებას. მადლობა დიდი. თინა, გამარჯობათ. გენერალურ პროკურატურიდან გირეკავს. მე ვარ თეონა ჭალიძე, სადაც ქალი პოლიტიკოსები ვართ შეკრებილი დილიდან და მთელი დღის განმავლობაში ჩვენ აქ გვაქვს გარკვეული აქტივობები. თან თქვენთან საუბარს ახლა სხვა ჟურნალისტები ესწრებიან და ვიწერთ ამ საუბარს. გამომდინარე იქიდან რომ იძულებულები გავხდით ასეთი ფორმით მოგვემართა და თქვენთან კომუნიკაცია დაგვემყარებინა. ჩვენი არაერთი აქტივობა არასოდეს არ მოხვედრილა ხოლმე საზოგადოებრივ მაუწყებლის ობიექტივში და დღევანდელი დღეც სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტუალური თემა იყო და აქტუალურ საკითხზე ვართ ჩვენ დილიდან ფედერალურ პროკურატურაში არაერთი შეხვედრა შედგა, მათ შორის პროკურატურის წარმომადგენლებთანაც საზოგადოებრივ მაუწყებლიდან გადამღები ჯგუფი არ მოსულა. სწორედ ამიტომ არასწორად ვირეკავ ბოდიში, იმიტომ რომ ეს მე საქმის გულში არ ვარ თქვენს მიმართეთ, ვინ იყო გაფრთხილებული ამის შესახებ, ამიტომ მე მოვიკლებ ამ ინფორმაციას, მოგცემ ტელეფონს, ვისაც უნდა დაურეკოთ და იმას დავუკავშირდებით და მიმართავ. ბატონო თინა, გადაეცით ტელეფონის ნომერი, კი ბატონო და ველოდებით ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს დღეს პროკურატურასთან. უმეტეს თუ ესეთი პირველი არხის გენერალურ დირექტორს ესაუბრებით, დამშვიდით. ამისთვის არის საინფორმაციო სამსახური. ჩვენ გავარკვიოთ საინფორმაციო სამსახურს აქვს თუ არა თქვენ გამიღებული ინფორმაცია, რა ფორმით აქვს, როდის აქვს, რატომ არ არის მოსული და ასე შემდეგ. კი ბატონო, გაარკვიეთ, ვინაიდან ეს ცოტა პოლიტიკური საკითხია ხოლმე, ამიტომაც არ არის გაშუქებული როგორც ჩანს. მე მირეკავ და მე უნდა გისმენთ. ხო? თქვენი სახელი და გვარი მე არ ვიცი, ის ესაუბრები, ვინ რას წერს და საერთოდ ესეთ ამირეკეთ. ას ჩემი ნომერი როგორ გაქვთ, თქვენ მომწერეთ ახლა თქვენი სახელი და გვარი, ვინ ბრძანდები. მე გადავცემ ამას საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს. ის გაარკვევს, თუ არა ჯგუფი გაფრთხილებული, ვინ გააფრთხილა პრესრელიზი მიუვიდა თუ არა. გავარკვევით სიტუაციაში და დაგიკვირდით. კი ბატონო, გიგზავნით ახლა ჩემს ტელეფონის ნომერს და ამბავს და ველოდებით გადამღებ ჯგუფს, იმიტომ რომ ჩვენ გაფრთხილებული ყავდა. ტელეფონის ნომერი, ესა თქვენი სახელი და გვარი, თქვენი ტელეფონი დაფიქსირებულია და ჩვენი უნდა შეგეხმიანებინა. დანარჩენს გაისაუბრებით უკვე მათ. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.